Go boys. დღეს გამოვიდით ახალი ლოგის გადასაღებად. ეს მანქანა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ჯიპია და ასევე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯიპი, რომელსაც ინტერიერიც და ექსტერიერიც ძალიან ლამაზი აქვს. და დღეს გამოვიდით გადასაღებად 2018 წლიანი X6-ის 3.0 twin turbo, რომელიც დაახლოებით გამოიმუშავებს 306 ცხენის ძალას. და დღეს ჩვენ ლოგშია X6. Dripping on back from the Lex say song. Never tell a back that I never stay running. Sipping on facts, damn, know I got stacks in the რაც მინდა ვისაუბრო მე ამ მანქანაზე გარედან. აი ჩემი აზრით თეთრი შავში შეხამება, ამ ორი ფერის შეხამება არის ყველაზე ლამაზი და მანქანას ძალიან უხდება. რადგან მინდა გავამახვილო ყურადღება ეს კარბონის კუჩი, რომელიც მანქანას უფრო აგრესიულობას მატებს და ასევე ეს შავი აბლიცოვკა, რომელიც უხდება და მართლა უფრო აგრესიულიც აძლევს და მასე ვიზავდი. ეს შავი ოციანი დისკები და ასევე ემის კარბონის ნაკლაკით სარდეები. ეს მანქანა არის ჯიპი, მაგრამ ხალხი არ იყენებს ამ მანქანას იმისთვის, რომ თავისი მოვალეობით, როგორც ვთქვათ, ანუ ჯიპებით უფრო უგზო-ოკლობაში დადიან, ოფროუდზე, სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ ჩემი აზრით, ვინც X6 ყიდულობს, ქალაქს არ ცდება რა, აი ტრასას არ ცდება, აი გზას არ ცდება და არ წავა ეხლა ვიღაცა X6-ის პატრონი და ოფროუდზე არ ივლის, ან რავი, მთებში საიდანაც არ დაგორდება რა. ანუ ეს მანქანა კი ჯიპია და კი მართლაც მაღალი არის, ნუ ქალაქში მართლაც თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ ის ჯიპი არ არის რა, აი რომ წახვიდე და რავი ვიღაცას ოფროუდში შეეჯიბრო, ან რავი ოფროუდზე გამოგადგეს. ეს უფრო ქალაქის ჯიპი არის რა. ეს ქვემოდან ნაკლაკები, შავი ნაკლაკები და ეს საჰაეროები, რომელიც შავფერში არის და ძალიან უხდება. ასევე უნდა თქვა ეს კარბონის სპოილერი, რომელიც მანქანას უფრო მეტ სპორტულობას მატებს. ეს 5-0 დიფუზორები, რომელიც მართლაც ძალიან უხდება და როგორც ვთქვათ, ვიდს აძლევს. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ამ მანქანის განსხვავებულ ფორმაზე, ანუ რაღაცნაირი ისეთი მოურბალებული ფორმა აქვს და უფრო ლამაზ ხდის, უფრო სპორტულობას მატებს და რავი, უფრო ლამაზიც არის და ეს ყველაფერი თავისი პატარა დიზაინის შტრიხებით უფრო ლამაზ ხდის ამ მანქანას, უფრო მეტად სპორტულს ხდის და უფრო მეტად აი ქალაქში სარბენს ხდის, ვიდრე აი მართლა ჯიპს და როგორც უწერია ამ მანქანაში საბუთებში, რომ ეს ჯიპია. ეხლა რაც მინდა ვისაუბრო, ეს არის ამ მანქანის ფარები, ამ მანქანის ფარები ჩემთვის რავი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არის და ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული, იმიტომ რომ თვით ფარას აქვს ისეთი ფორმა, რომ აი რაღაცნაირი წაწვეტებული ფორმები აქვს და აი უფრო აგრესიულობას მატებს. ასეთი ფორმა ფარების კიდე მომწონს ორი მანქანა არის. აი ერთი არის CLS-ის, აი ამ CLS-ის ფორმა მომწონს, აი ეს ფარების. ნუ ვინც ჩემ ლოგებს უყურებთ, ეს მანქანა ბარემ ყველა ლოგში არის ჩემთან. ღამე რომ მოდიხარ ამ მანქანით, ისეთი რაღაცნაირი აი ფარებიც აქვს და რაღაცა აი იცი როგორი მანქანა არის, აი კი ჯიპია რა, აი მაგრამ აი იცი როგორ ტიპს გავხარ ვიღაც დაკუნთული ასეთი ტიპი რომ მოდის რა ღამე რა.
აი მასეთი ტიპი არის ეს მანქანა რა ჩემი აზრით რა კი ჯიპია და რაღაცა მაგრამ ანუ აუი იმდენად სპორტული ჯიპია რა რომ აუი ახლა ჯიპად ამას არავინ არ იყენებს რა აუი ეს აუი ახლა არ გამოგადგება ჩემი აზრით ახლა მე ეს რომ ყავდეს მაგალითად არც მე არ ვივლიდი სადღაც მთაში და სადმე ოფროუდზე არ გავივლიდი ამ მანქანით იმიტომ რომ ქალაქის ჯიპი არის და მოხდა ამ მანქანას უხდება რა ეს უკანა ფარები ამ მანქანას რაუ სხვანაირი ფარები არც მოუხდებოდა რა აი ისეთი ფარები გაუკეთეს X6 რომ აი რაუ მხოლოდ ამ მანქანას მოუხდება რა და მხოლოდ ამ მანქანას უმატებს აი ამ ვიზუალის პატარ-პატარა პლუსებს და აი რომელიც თან აი ისე არის რაღაცას ფარი გაკეთებული რომ აი ასე ზოლებად მიდის და დიდ პლუს უწერ ინჟინერებს ამ მანქანის შეგახსენებთ რომ ეს მანქანა არის ფული ნავაროტით დისტრონიკი და რავი 1000 დედის ყნა აღენია ამ მანქანაში ასევე კიდე რაც მომეწონა ძალიან მე იყო აი წარმოიდგინე პარკებით მიდიხარ და ვერ აღებ ამ ბაგაჟნიკს და რაღაცა და უცებ მიხვალ და ფერს გავუწვდი და всё რავი ჩადე რაც გინდა რა ანუ ჩემი აზრით მართლაც ძალიან რაღაცა კაი მოფიქრება იყო ეს ამის გაკეთება იმიტომ რომ ხოლმე არის ისეთი სიტუაციები რომ აი მართლა არ შეგიძლია მიხვიდე მანქანასთან და მართლა ვერ აღარ საბარგულს ასევე რაც მინდა თქვა ამ საბარგულის თემატობაზე ეს არის რომ ეხლა რო თქვა რომ მართლა ძალიან დიდი არის თქო კი დიდია ანუ საკმაოდ დიდია რა აი რამოდენიმე დიდ ჩანთას ჩადებ რა რავი საკმაოდ დიდი ტევადობა აქვს და მართლაც ბევრ ამეს ჩადებ და ოჯახისთვისაც გამოგადგება მართლაც რომ აი რაუ რამოდენიმე პარკს ჩადებ და ჩაეტევით ყველა საკაიფოდ და წახვევთ რა. ხა უკან გადმოვინაცვლოთ. რო უყურებ ამ მანქანას რა, უკან აი ეს ასეთი ფორმა რო აქვს რა, უკან გონია რომ ვერ ჩაეტევი რა. მაგრამ აი ხლა წინ იყო სკამი ჩემ ზომაზე და რეგულირებული რა. და აი რაუ მე ნორმალურად ვზივარ რა და ეხლა ვინც მიცნობს იცის რომ არც მასეთი დაბალი ვარ და არც მასეთი მაღალი რომ რა ვეჩავედიო და რავი ეხლა აი ამ თვითონ ფორმის გამოხულაზე ხარ აქ ძალიან ბევრი ადგილი აღარ რჩება რა იმიტომ რომ თვითონ ფორმა აქ მანქანას მასეთი მაგრამ სამაგიეროდ რავი ზიხარ ნორმალურად და კომფორტულად რა აი ეხლა მე მინდა ვთქვა რომ მართლაც კომფორტულად ვზივარ რა მინდა ვთქვა რომ ამ მანქანას აქვს კომფორტ სიდენიები და ჩემი აზრით მართლაც კომფორტია რა ხო რასაც მინდოდა მესაუბრა ეხლა ამაზე ის რომ აი რო ჩავჯექი ამ მანქანაში ის მომენტი მქონდა რომ აი აქ ვეძებდი სკამის დასარეგულირებელს რა და ამ მანქანას აქვს აი აქ ეხლა რო გითხრათ რომ რავი ძალიან კომფორტული იყო თქო არა რა კი რამოდენიმე რეჟიმიც აქვს რაღაცა როგორც გინდა დააყენებ მაგრამ ანუ ცოტა ისეთი თემა იყო რა ხელის ჩაყოფა მომიწია მოძებნა მერე სხვა რაღაცა გავწიე სხვა გამოვწიე და ხო ხვდებით რა აქ უფრო კომფორტულია ჩემი აზრით ეგ არის ჩემი აზრით ერთ-ერთი აი პატარა მინუსი არის ეგ ანუ შეიძლება ვიღაცა მინუსშიც არ ჩათვალოს მაგრამ აი ჩემ პონჩი ვიტყვი რომ მინუსი არის რა ჩემთვის რა რაც მინდოდა მესაუბრა ეხლა ამაზე ის არის რომ ეს მანქანა მთლიანად არის ემის ნავაროტში და ალბათ ნახავდით კიდევაც რამოდენიმე კადრში ხო ასევე რაც მინდოდა მესაუბრა ეხლა მთლიანად იმაზე და ეს მინუსიც რო ვახსენე ეს ანუ Mercedes მე ერთადერთი იმაში ვუჭერ მხარს რომ აი ეგ სკამის დამარეგულირებელი არის აი აქ ანუ Mercedes-ი მაგაში გიქმნის კომფორტს აი ის განსხვავება რომელზეც ეხლა გითხარით რომ აი მაგალითად Mercedes-ი გაძლევს ამ კომფორტს რომ აი სკამების დამარეგულირებელი აქა გაქვს და ну ეგ უბრალოდ ჩემი აზრი არის ეხლა ჩემთვის ეგ თუ მინუსი არის შეიძლება ზოგისთვის პლუსი იყოს რა მაგრამ არ ამგონია ეხლა ადამიანს ის მოეწონოს რომ ხელის ჩაყოფა გიწევს აქ და მოძებნა და მე რავი პირველი სად არის მეორე და რავი როგორ დაუჯდე და რაღაცა და ამიტომაც მაგიტო ვარჩიე მე რომ აი ეს არის ჩემთვის უფრო კომფორტული ეხლა მინდა ვისაუბრო ამ მანქანის სალონზე თქვა ამ მანქანის ჭერზე ეს არის შავი ჭერი აქ ლუკი და ჩემი აზრით მართლაც ძალიან კარგია ლუკი ზაფხულში რავი მაგარი არის და აი ეს შავი ჭერი შავი სალონი შავი აი ეს კომფორტის სიდენიები მართლაც ძალიან უხდება და იმასაც გავამახვილებ ყურადღებას რომ აი ეს ხის მაკაგონი გასდევს აი აქ მთლიანად ბარემ სალონში აქაც აქ და აი აქ კარებთან და ჩემი აზრით ძალიან ლამაზი არის ეხლა არ ჩანს ამ მანქანას კიდე განათება აქ აი აქედან
ქვემოდან აი აქედან განათება აქვს რა. ეხლა უბრალოდ დღის შუქზე რო ვართ ისე არ ჩანს, მაგრამ ჩემი აზრით აი ეს განათებაც და ეს ყველაფერი ამ მანქანაში ისე არის გაკეთებული, რომ აი მე მართლა ჩემთვის ეს ერთ-ერთი მიმზიდველი სალონი იქნება მანქანის, მაგრამ CLS-ის მაინც უფრო მომწონს. მინდა ვისაუბრო ამ მანქანის აუდიო სისტემაზე, Harman Kardon-ის აუდიო სისტემა აქვს და ჟღერადობა აქვს ძალიან მაგარი და ისეთ ატმოსფეროს გიქმნის მანქანაში, რომ აი მართლაც კმაყოფილდები მუსიკის მოსმენით და ვისაუბრო ამ მანქანის აი ამ კონტროლერზე და სიჩქარის გადამხდელზე. აი ეს კონტროლერი მართლა ძალიან კარგად არის განლაგებული აქ და რავი, რასაც გინდა აკეთებ ხოლმე და კომფორტულიც არის. ასევე აი ეს BMW-ისთვის დამახასიათებელი გადამხდელი, რომელსაც ჩემი აზრით მე დიდ პლუს დაუწერდი, იმიტომ რომ იცი როგორი ფორმა აქვს, აი ხელშიც კომფორტულად ზის და რავი, აი ძალიან დიდიც არ არის დისკომფორტი შეგიქმნას და აი ძალიან პატარაც არ არის რა, აი მართლაც კარგად გააკეთეს ეს. მეგობრებო, ამით ჩვენი ვლოგი მიუახლოვდა დასასრულს. იმედია ძალიან საინტერესო და ძალიან სახალისო ვლოგის გამოვიდა, მინდა გითხრათ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 1000 გამომწერზე იქნება ვლოგი გამომწერთან ერთად და ასევე სხვადასხვა საჩუქრები. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, სხვა ვიდეოებიც, იმიტომ რომ სხვა ვიდეოებიც არანაკლებად საინტერესო არის. მინდა ვთქვა ასევე მადლობა მხარდაჭერისთვის, რამოდენიმე ვიდეოზე ნახოთ თქვენი მხარდაჭერა ამ მანქანაზე. ეს არის ის, რომ ამ მანქანამ დამიტოვა მე ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და მინდა ვთქვა, რომ ეს მანქანა ძალიან ლამაზად გამოიყურება და ასევე თავის, ანუ ჯიპია ეს მანქანა და აი რო ვთქვათ, ჯიპთან შედარებით მართლაც კარგად დადის, მართლაც ძალიან კარგად დგას გზაზე და ყველანაირად, რავი, შემიძლია ვთქვა, რომ დადებითად არის ეს მანქანა ჩემ თვალში განწყობილი და ამიტომაც ეს არის ჩემი აზრი. მომავალ შეხვედრამდე და ლაიქეთ ეს ვიდეო.